ჭიქა. მაგრამ მე თუ ჭიქას არ ვაკვირდები და არ ვხედავ, ჭიქა არ არის. დაახლოებით ეგეთი რაღაცაა. სრული სიგიჟეა. სრული სიგიჟეა. ესე იგი, საერთოდ კითხვის ნიშნის ქვემოთ აყენებს საერთოდ ყველაზე ფუნდამენტურს, რაც კი მეცნიერებას გააჩნია და მეცნიერების ფუნდამენტი არის ის, რომ ექსპერიმენტი, რომელსაც თქვენ ატარებთ უჩემოს და რომელსაც მე ვატარებ უთქვენოთ, უნდა იყოს ერთი და იგივე წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთოდ მთელი მეცნიერება ჩამოშლილი არის და მაშინ რაღაცა რწმენებში ვარ. კი ბატონო, ზუსტად ეგ არის ვიგნერის მეგობრის ესეთი ეს გააკეთა ექსპერიმენტი აზრობრივი, ამასაც წავკითხავ და განვავრცოთ. ვიგნერის მეგობარი არის აზრობრივი ექსპერიმენტი კვანტურ ფიზიკაში, რომელიც 1961 წელს გააკეთა ნობელის პრემიის ლაურეატმა გააკეთა იუჯინ ვიგნერმა. წარმოვიდგინოთ დახურული ლაბორატორია, შიგნით არის ვიგნერის მეგობარი, დამკვირვებელი A, რომელიც ატარებს კვანტურ ექსპერიმენტს. მაგალითად, ზომავს ელექტრონის სპინს. რომელიც შეიძლება იყოს ზემოთ, ან შეიძლება იყოს ქვემოთ. გარეთ დგას თავად ვიგნერი, ანუ დამკვირვებელი B, რომელმაც იცის, რომ მეგობარი ატარებს ექსპერიმენტს, მაგრამ არ იცის შედეგი. ანუ გამოდის, რომ მეგობარი ერთდროულად არსებობს კონკრეტულ რეალობაში და არსებობს ასევე გაურკვეველ რეალობაშიც. შროდინგერის კატის ბიძაშვილი. ზუსტად, კი. აქ იქნება პარადოქსი, რადგან კვანტური მექანიკის კანონები, კერძოდ ტალღური ფუნქცია, ორივე დამკვირვებლისთვის განსხვავებულ რეალობას აღწერს. ანუ ისევ დამკვირვებელი A, რომ მორჩება ექსპერიმენტს და ეს ფოტონი ზემოთ იქნება თუ ქვემოთ იქნება, იმისთვის სუპერპოზიცია დამთავრდა, მაგრამ ამავდროულად დამკვირვებელი B, აქეთ რო არის ეს ვიგნერი, იმან არ იცის საერთოდ იქ რა მოხდა. ანუ ამისთვის ეს კიდევ სუპერპოზიცია. ხო. ამისთვის სხვა რეალობა დგას, ამისთვის სხვა რეალობა დგას. და აქ რეალურად ფიზიკის კანონები უცებ აი სად არის? ეგეთი ის. დრო სხვა რეალობაზე ვსაუბრობთ. ჩვენ ფილოსოფიურად გავდივართ. და აქედან დგინდება, რომ რეალობა არის ერთი. და თუ კი ესე არ არის, მაშინ სრული სიგიჟეა. ხო. მაგრამ ესე არ არის. მაგრამ რა გათქმევინებთ მაგას რომ ეგრე არ არის? ის რომ მე შემიძლია მივიდე ადამიანთან, რომელიც არის ჩემს წარმოდგენაში საზიზღარი არსება, ვიღაცა გარეწარი, ვიღაცა დამპალი ოხერი, ან ჩემი მტერი, იმასაც ვეზიზღები, მეც მეზიზღება და ამ დროს მე მასთან ვიწყებ აბსოლუტურად გულწრფელ საუბარს, ოღონდ მე მაქვს ინფინიტუმი დრო. ანუ მე დამწყდეული ვარ ოთახიდან და ოთახიდან არ შემიძლია გავიდე მანამ სანამ არ გავალ იმ ფუნდამენტურ წერტილზე და მე წინასწარ ვიძახი რომ თუ ეგეთ კარცერ ლუქში ჩამაგდებთ და იქ ვიღაცა საზიზღრობას ჩამისვათ კიდევ შეუძლებელი იმასაც კურთხალი გადმოვარდება და მეც. ანუ გავხვალთ. ანუ გავალ. ვეჯველი. კი, თუ არ გავალ, მაშინ გამოდის რომ არსებობს ბევრი რეალობა. უშვებთ და მაშინ სიგიჟე არის. არა, მაგას ვერც წარმოიდგენ. არსებობს თეორიები, რომ არსებობს. თუ თქვენ დაუშვებთ დღეს, აი ხუმრობის garaში გეუბნებით, თუ თქვენ მართლა დაუშვებთ, რომ არსებობს ბევრი რეალობა, თქვენ თავს მოიკლავთ. კი, საბოლოო ჯამში რაღაც მომენტში ხანდახან აი კვანტურ მიმართულებასაც რო კითხულობ, იმდენად სიგიჟეა, რომ მე ერთხელ მქონდა ესე იგი ლექცია მტკვრის პირას და თემა იყო წარვერ წყალისპირ სევდიანი ფიქს გასატყვა ნიკოლოზ ბარათაშვილი და ვიძახდი იმას, რომ გასაგებია ამ კაცმა თავი რატომ მოიგო. იმიტომ რომ ამ კაცმა ვერ იპოვა სად არის ობიექტურობის საზომი. და ეს ლექსი თვითონ ამას ამბობს. და შენ თუ მართლა გულწრფელად ფიქრობ იმ